მოგესალმებით ბათუმელების ლაივ ჩართვაში. ჩვენ ტრადიციულად ვიმყოფებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე არის საჯარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა და იცით რომ 305 დღეა საქართველოს მოქალაქეები არიან პროტესტში. როგორც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, ასევე ბათუმში იცით რომ თითქმის ყოველდღიურად მე-9 თვეა საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან და აპროტესტებენ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ქართული ოცნების მმართველობას. თქვენ იცით რომ გასული წლის არჩევნები საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდმა ნაწილმა არ აღიარა და შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის აი ამ დიდი ნაწილის განცხადებით, რომელიც მე-9 თვეა პროტესტში იმყოფება, აცხადებს რომ ქართული ოცნების დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური და არაღიარებული საქართველოს მოსახლეობის მიერ. შესაბამისად ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რომელიც საპროტესტო აქციების დარბევის დროს დააკავეს, ასევე შემდეგ დააკავეს წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერი. 2 კვირის წინ დააკავეს ელენე ხოშტარია კახაკალაძის საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო, 2 სიტყვა წააწერა რუსული ოცნება და აი ამ წარწერის გამო დააკავეს ელენე ხოშტარია და დღეს ფაქტობრივად 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეშია. ასევე ციხეშია ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, როგორც იცით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 200-ზე მეტი დღეა, ასევე პატიმრობაშია ნინო დათაშვილი მასწავლებელი, რომელსაც ასევე პოლიციელზე თუ მანდატურზე წინააღმდეგობას ედავებიან და პატიმრობაში იმყოფებიან ასევე სტუდენტები, მსახიობები, მწერლები, პოეტი ზვიადრატიანი და ასე შემდეგ. ეს მოცემულობა სამწუხაროდ არ შეცვლილა და სინდისის პატიმრები კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩებიან. იმ სინდისის პატიმრებიდან მხოლოდ 2 გაათავისუფლა რეჟიმმა, რომლებსაც დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვაში ედავებოდნენ და ვერ დაუმტკიცეს ცხადია, იმიტომ რომ ეს ადამიანები, მათი უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ ეს იყო შეკერილი საქმე, ჩადებული ნარკოტიკები და ბუნებრივია არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული. მართალია ნიკა კაცია და გიორგი ახობაძე გაათავისუფლეს, თუმცა პატიმრობაში რჩებიან სხვა სინდისის პატიმრები, რომლებსაც ედავებოდნენ მაგალითად საპროტესტო აქციების ორგანიზებას, აქციებში მონაწილეობას და ასე შემდეგ. ასევე, რა თქმა უნდა, მოსახლეობა, რომელიც 9 თვეა იმყოფება პროტესტში, ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკასთან ერთად აპროტესტებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, ქვეყანამ გადაუხვია ქვეყნის არჩეულ კურსს, ანუ ევროინტეგრაციის კურსს და აიღო გეზი რუსეთისკენ. იმ რუსეთისკენ, რომელსაც ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, თითქმის ყოველ დღე საოკუპაციო ხაზიდან იტაცებენ ადამიანებს, გუშინ ბავშვები გაიტაცეს, 10 წლამდე 4 ბავშვი, მართალია მალე მოხდა მათი უკან დაბრუნება, მაგრამ აი ეს მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში და იმ ფონზე, როდესაც პუტინი ომის დამნაშავედ არის გამოცხადებული უკრაინაში წარმოებული ომის გამო, რომ ჰააგის სასამართლოს მისი დაპატიმრების ბრძანება აქვს გაცემული და ყოველდღურად ხედავთ ხო, რომ საუკუნეების და წლების განმავლობაში რუსეთი იყო ამ ქვეყნის რეალური გაცხადებული მტერი, ხო? მიუხედავად ამისა, ქართულმა ოცნებამ იმისათვის, რომ შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება, ივანიშვილმა შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა, გადაწყვიტა, რომ ზურგი შეაქციოს ქართული ხალხის არჩევანს, ზურგი შეაქციოს დასავლეთს და ქვეყნის მომავალი დაუკავშიროს აგრესორ რუსეთს, რომელსაც არც ერთი ცივილიზებული სამყარო რეალურად არ ელაპარაკება და არ ელაპარაკებიან მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. თქვენ იცით, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობამ არ აღიარა ქართული ოცნების ხელისუფლება, არც საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ცივილიზებულ ქვეყნებს არ უღიარებიათ ქართული ოცნების ხელისუფლება და ამის შემდეგ ოცნების ხელისუფლება ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია ცივილიზებულ სამყაროსთან და აქედან გამომდინარეც პროტესტში მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ
აუცილებელია რომ შეიცვალოს ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რადგან თუ ეს პროცესი არ დაბრუნდება ამ ქვეყანაში, საქართველოს დაკარგავს წლების განმავლობაში ბრძოლით მოპოვებულ სიკეთეებს და ეს სიკეთე არის მაგალითად ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ასე შემდეგ და თქვენ იცით რომ ევროკავშირმა არაერთი რეკომენდაცია მიცა ოცნების ხელისუფლებას და გარკვეული პირობების შესრულება მოთხოვა და თუ ეს პირობები არ შესრულდება, საქართველო დაკარგავს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას, რომელთანაც ძალიან ბევრი სიკეთეა მიბმული, ასე რომ თქვა და ქართველი ხალხი სიღარიბეში, უმუშევრობაში და ამ რეპრესიებში მყოფი ქართველი ხალხი დაკარგავს კიდევ ერთ სიკეთეს, რომელსაც ქვია ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა და ამას უკავშირდება ძალიან ბევრი რამ, ხო? დასასაქმებლად წასული ადამიანები ვეღარ შეძლებენ ხო ევროპაში თუნდაც დროებით სამუშაოებზე დასაქმებას, სასწავლებლად წასული შანსები შემცირდება, მოგზაურობაზე აღარ ვლაპარაკობ, ცხადია ეს შანსები შემცირდება და რა თქმა უნდა ქვეყანა დაკარგავს ძალიან დიდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ძალიან ბევრ ბენეფიტს, ასე რომ ვთქვათ. გარდა ამისა, ქართული ოცნების პროპაგანდისტები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ პროტესტში მყოფი მოქალაქეები უნდა წავიდნენ ქვეყნიდან, თუ არ მოსწონთ ივანიშვილი, თუ არ მოსწონთ მისი რეჟიმი, მაგალითად 2 დღის წინ ქართული ოცნების ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა პირდაპირ აქცენტი გააკეთა ახალგაზრდებზე და თქვა, ჯერ ესენი მოიხსენია როგორც გაუნათლებლები, განათლების არ მქონეები და შემდეგ თქვა, რომ ახალგაზრდები საერთოდ უნდა წავიდნენ საქართველოდან, მათ რა დარჩენიათ თურმე აქ და ეს ქვეყანა უნდა დარჩეთ, ვთქვათ, რუსებს, რუსულ ხელისუფლებას, ივანიშვილს იმისათვის, რომ მისი უკანონო შემოსავლები ამ ქვეყანაში გაზარდოს და ქვეყანა ჩატოვოს რეგრესულ რუსულ იმპერიაში, რომელსაც მომავალი აღარ ექნება. მე მინდა რომ ამასთან დაკავშირებით გავესაუბრო აქ მყოფ მოქალაქეებს, მოგასმენინოთ მათი მოსაზრებებიც ამ მოვლენებთან, ამ განცხადებებთან დაკავშირებით და ასევე შევეცდებით რომ დღის განმავლობაში განვითარებულ სხვა მოვლენებზე შეგეხმიანოთ. მოგესალმებით მეგობრებო, ბათუმელების ჩართვაში ხარ. გოჩა მოგესალმები. ბათუმელების ჩართვაში ხარ, ერთ სახელი ქვია. ეხა ჩვენს ბათუმელების მსმენელს ვესაუბრებოდი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, 4 ოქტომბრის მოლოდინებთან დაკავშირებით. ცხადია, თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით და აი ბოლო განცხადებაზეც მინდა გკითხოთ. თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ბათუმის უნივერსიტეტში, ხო, სახელმწიფო უნივერსიტეტში და უამრავ სტუდენტთან გქონდათ შეხება და დღესაც გაქვთ ალბათ, ხო? აი ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტი გუშინ შათირიშვილი ჯერ მოიხსენიებდა უღირსად, თქვათ, ამ სტუდენტებს ჯენზიზე, ეგრეთ წოდებულ ჯენზიზე ამბობდა, რომ ისინი გაუნათლებლები არიან და ასე შემდეგ და ძალიან კარგი იქნება თუ ისინი საერთოდ დატოვებენ ქვეყანას, ემიგრაციაში წავლენ, იმიტომ თუ არ მოსწონთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ასე შემდეგ. აი როცა ამ ტიპის განცხადებებს ისმენთ, რა შეფასება შეგიძლიათ მისცეთ ამას, რა იკითხება ამ ყველაფრის უკან? ეს რუსული პოლიტიკაა, რუსული ჩანაფიქრია, თუ როგორ გაიგეთ თუნდაც შათირიშვილის ეს პროპაგანდა, რომ ახალგაზრდები ჯობია წავიდნენ ემიგრაციაში? მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით გამძლეობისთვის და მედრად ყოფნისთვის, მიუხედავად ამ ხელაწმეხისა, ბათუმელების დირექტორის დაჭერისა და ასე შემდეგ, ყველანაირი ფინანსური რესურსის გადაკეთებისა, მადლობას გიხდით, რომ კიდევ არსებობდა იბრძვით გამოხატვის თავისუფლების ტირაჟირებისთვის, გაჟღერებისთვის თქვენს გადაცემებში. რაც შეეხება ზოგადად 4 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, ზოგადად ქართველი ხალხი თუ დაინახავს მომენტს, რომ უნდა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს და დაინახავს იმას, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, აუცილებლად უნდა გავუგოს. ნებისმიერ დღეს იქნება თუნდაც დღევანდელი დღე, თუნდაც 4 ოქტომბერი ან სხვა თარიღი. რაც შეეხება ზაზა შათირიშვილს, შათირიშვილი არის ფალსიფიცირებული დუგინი.
ან დაახლოებით ჩვენ ხედავთ როგორ აი ქართველი აღოდ ფალსიფიცირებული, იმიტომ რომ თუგის გაცნობით დიდი გავლენა აქვს რუსეთის მთავრობაზე, მთავრობის პროპაგანდისტულ არხებზე, ანუ იმ ველზე, რომელსაც დღეს რუსული პოლიტიკა ქვია, ვიდრე ზაზა შათირიშვილის, ხო? ის არის რაღაცნაირად ქართული ოცნების ყველაზე ოდიოზური პროპაგანდისტი, რომელიც ავრცელებს ყველაზე ნეგატიურ, გარკვეულ ნეგატიურ აზრებს. თუმცა აჟღერებს ოცნების პოლიტიკურ კურსს, არა? ისეთ შეთქმულების თეორიებს, რომელიც თითქოს ბიძინა ივანიშვილის deep state რაღაც დახურული გუნდი ართვევს მილიარდებს და ეს იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილი მოდრეკვით ცდილობს ქართული ეკონომიკის გაძლიერებას, ჩვენი ემიგრანტების უკან დაბრუნებას და ის ებრძვის შათირიშვილი ებრძვის იმ ახალგაზრდებს, რომელსაც გააჩნია განსხვავებული აზრი. და რა არის ეს განსხვავებული აზრი? ანუ ახალგაზრდების უმრავლესობა დღეს რას ისწრებს? ღირსეულ ცხოვრებას, ნორმალურ ანაზღაურებას, თავიანთი მშობლების უკან დაბრუნებას, რაც ყველაზე მთავარია. ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდების უდიდესი ნაწილის ახალგაზრდების მშობლები დღეს უცხოეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ და იქიდან არჩენენ ოჯახებს და იქიდან მათი სწავლის საფასო. რაც უნდა რომ ეხა შვილები წავიდნენ. აი ამ გარემოებიდან, როცა ახალგაზრდა ხედავს კორუფციას, როცა ახალგაზრდა ხედავს ზალადობას, როცა ხედავს ახალგაზრდა თუ როგორ აი ნადგურდება სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ იზრდება კრიმინალი, როგორ ყოველდღიურად როგორ უყურებს თქვა რომ ქალებს კლავენ, ბავშვები ყდებიან, ხო, აი ჩვენ ვიცით ოცნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ექნება განსხვავებული აზრი ხელისუფლებისგან, პროპაგანდისტული ნარატივისგან, რომელსაც შათირიშვილი პოზიტივი და იმედი ატარებს. პრობლემებისა ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას შეეხენ, ხო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ართმევენ ადამიანებს. განსხვავებული აზრი ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჭეშმარიტებასთან ახლოს იყოს ვიღაცისთან არ იყოს, არის ხელშეუხებელი, ეს ადამიანის უფლებაა და ის პირები, რომლებიც ატარებენ მსგავს პოლიტიკას, რეალურად არამხოლოდ გარკვეულ ადამიანებს ებრძვიან ჯენზის თაობას ან რომელიმე ჯგუფებს, არამედ ებრძვიან თვითონ ამ სახელმწიფოს, თვითონ ამ საზოგადოების გამჯობესებას. მე არანაირად ამჯერა, რომ ეს შათირიშვილის განცხადება წმინდად რაღაც კრიტიკული თეორიის ან რომელიმე თეორიის წიაღიდან ამოვიდა, უბრალოდ ეს არის წმინდად პარტიული პროსახელისუფლებო ნარატივი, რომ ახალგაზრდების ის ნაწილი, რომლებიც იბრძვიან საქართველოს განვითარებისთვის, ინსტიტუტების სიჯანსაღისთვისა და დემოკრატიული პროცესებისთვის შელახული იქნას, მათი რეპუტაცია და იმიჯი შელახული იქნას და რაღაცნაირად ეს პოზიტივი იმედი და სხვა პროპაგანდისტული არხები ამ შათირიშვილის განცხადებას გამომდინარე იქიდან, რომ ის რამდენიმე უნივერსიტეტში ისევ ხელისუფლების მხარდაჭერით კითხულობს ლექციებს, გაჟღერებული იქნეს როგორც რეალურად და თავის სტუდენტებსაც ასეუბნება, რომ წადით ქვეყნიდან თუ არ მოგწონთ ივანიშვილი, რა? გამორიცხულია არც ერთი ახალგაზრდა, მიუხედავად თავის პოლიტიკური მკუთვნილებისა თუ რელიგიური მწამსა თუ ნებისმიერი მიკუთვნებისა, ამას არ აიტანს, არ ვიცი. ნებისმიერ საუბრებში. და ჩვენ სულ გვესმოდა ვთქვათ, ხო? ხან რომელ ზუსტად არ ვიცი, ახლა ზოგი ვის მიაწერდა ამ ფრაზას და ზოგი ხრუშჩოვს უკავშირებს და ზოგი ვის რომ რუსეთი ყოველთვის ოცნებობდა საქართველოს ქართველების გარეშე და ეს იყო მისი დევიზი, რომ საქართველოს იხილა ქართველებისგან დაცლილი და დღეს თითქოს ეს ოცნება უსრულდება რუსეთს, უნდა რომ აუსრულდეს. ოცნების ხელით ეს რუსული ოცნება უნდა რომ ასრულდეს. რამდენად აქვს ამ ოცნებას ასრულების შესაძლებლობა დღეს? ზოგადად ქართული ოცნების ძირითადი ნარატივი რაც არის მონობა და ეს მონობა არის ერთი ადამიანის, რაც არის ბიძინა ივანიშვილი. ესეთი მონობა აქვს რუსეთში პუტინის დამყარებული, მის მიმართ არსებობს გარკვეული კულტი, რომ ის არის ადამიანი, რომელიც რუს ხალხს ზრუნავს და რუს ხალხისთვის იბრძვის, ხოლო საქართველოში აი ქართულ ოცნებას შათირიშვილს და მისნაირებს სურთ რომ დაამკვიდრონ კულტი ბიძინა ივანიშვილის და სწორედ ისეთი ახალგაზრდები, რომელსაც ამას ებრძვიან, აი ამ ადამიანების განდევნა სურთ. რეალურად ისე ხდება ხოლმე, ხო? ათეულობით ახალგაზრდა ციხეში სულად უკანონოთის, უსამართლოთის. და სხვათა შორის ახალგაზრდებს განსაკუთრებულად სჯიან, ხო? ყველაზე ცირე ასაკივისაც ყველაზე მეტი წელი მიუსაჯეს, იგივე მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით გაუშვეს ციხეში, სრულიად უდანაშაულო ადამიანი. ქართულმა ოცნებამ გარდა იმისა, რომ ათეულობით ახალგაზრდა ციხეში გაუშვა, ათეულობით და ასეულობით ახალგაზრდა გაწირა ნარკომანიისთვის, გაწირა სიღარიბისთვის და ისეთი მანკერი
ვთქვათ, სცენისტვის, რომლებიც ყოველდღიურად კლავენ ახალგაზრდებს. ხო, შევხვდეთ, რომ მათინიუსი 200 კილო ჰეროინი შემოვიდა საქართველოში. აი ამ ხელა ფაქტობრივად ნარკოტრანზიტად აქციეს საქართველო. აი ასეთი მოცემულობა გვაქვს დღეს, ასეთ რეალობაში. არისევლები არ ვიქნებით და ჩვენს ეზოში გავდივართ, ჩვენს უბანში, ჩვენს სოფელში, ქალაქში. აი ტრაგიკული მდგომარეობა, ყოველი მეორე ახალგაზრდა ნარკოტიკზე დამოკიდებულია. და კვდებიან ყოველდღურად ახალგაზრდები ქუჩაში და ამ დროს ის ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ, იბრძვიან, კრიტიკულად აზროვნებენ, აი შათირიშვილის რა ვიცი, ფსევდო რაღაც ფალსიფიცირებულ დუბინებს უნდათ რომ ამ ქვეყნიდან წავიდნენ. ამას ვერ ესწრებია, ვერ მოესწრება ვერავინ და თქვათ ეს ახალგაზრდები ადრე თუ გვიან მაინც გაიმარჯვებენ და გავიმარჯვებენ. მადლობა გოჩა რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. ვაი, თქვენ ხო არ გაქვთ სურვილი? გავაცენოთ კი ბატონო თემა. რას ფიქრობთ ამაზე? რო ოცნება თითქოს მოუწოდებსავით რომ წავიდნენ ახალგაზრდები ქვეყნიდან, თუმად არ მოწონთ ივანიშვილის რეჟიმი. რა მიზანი აქვს ამას? ახლა თქვენ მოусმენდით კიდე გულში რომ გამოაქვეყნეს თუ არა ვსწრები კობახიძემ თქვა რომ ზაზა შათირიშვილიო არ არისო ჩვენი გუნდის წევრიო და მისი აზრიო კერძო აზრები არისო, მაგრამ რავი იმედის გადაცემაში სულ ზაზა შათირიშვილის წერილები არის, მე მგონი წიგნებში არ ქვეყნება ისე ხშირად როგორც იმედის გვერდზე. კობახიძე რა სიტყვის არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ის ქართული ოცნების იდეოლოგია და იცი რა არის, იმთენად ძიმე მდგომარეობაში გვაქვს ზოგადად განათლების სისტემა სამწუხაროდ, რომ იმის მაგივრად რომ უნივერსიტეტები გავაძლიეროთ, ლექტორები და სტუდენტები გავაძლიეროთ, აქედან გაქცევას გვთავაზ, ზოგადად ეს რა გამოსავალია. მადლობა რომ გაგვიზიარეთ მოსაზრება. მორიგი პერფორმანსი აქვს მალხას. მალხას რა არის ეს? შეიძლება თუ არა ერთმა ტყუილმა მთელი ერი შეცვალოს. სამზორი ჩაი. ტყუილმა? არა. ტყუილს არ შეცვალოს. ანაირად ყოველთვის სიმართლე იმართებს, მე ასე ვთქვი. მაინც გამოვლინდება, მე მაინც მგონია ყოველთვის სიმართლე იმართებს. ხანდახანი თქვენ გააჩნიათ ტყუილს, მაგრამ ტყუილზე დაფუძნებული არანაირი იდეა მაინც საბოლოოდ არ იქნება მართალი. თავს გამოავლენს ყოველთვის. ძალიან კარგად საუბრობთ და მოდი კიდე ამოიღეთ რა. აი ერთი კიდე რა. კითხვებია მან? კითხვებია. აჰა. ფილოსოფიური კითხვებია? და გაკეთდეს დღეს რომ ხვალ გვიან არ იყოს. მოქმედება მე ყოველთვის ვიცი რომ რაც არ უნდა პრობლემა გქონდეს ადამიანს და გადაუჭრელი გეჩვენებულოს, მაინც მოქმედება არის აუცილებელი, მყისიერი მოქმედება. მხოლოდ მოქმედება. აი 4-ში მოუწოდებენ მოქალაქეებს რომ 4-ში არის უკვე ასე რომ ვთქვათ ყველაზე გადამწყვეტი მოქმედების დრო. თქვენ თუ უყურებთ ამ საკითხს ასე? როგორ არა, ვადევნებ თვალყურს და მე დავდივარ აქციაზე და 4-შიც გამოვალ აქციაზე მშვიდობიანად როგორც ყოველთვის. მადლობა. მადლობა. ესეთი განათლებული ხალხი ყავს, არა? აი, გამარჯობათ, ბათუმელების ლაივში რო ჩაგრთოთ. ახალგაზრდების აზრი მაინტერესებს სხვათა შორის. აი მასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტები ეუბნებიან ახალგაზრდების მისამართით იყო პრინციპში, ხო, ნათქვამი, ზაზა შათირიშვილი გეცოდინებათ, ფილოსოფოსია და მან ჯერ თქვა, რომ ჯენზი, დღევანდელმა ჯენზი ხო საერთოდ გაუნათლებელიაო ჯენზიო, არაფერი არ იციანო და არ დაამისაურო, თუ მათ პროტესტი აქვთო ივანიშვილის რეჟიმის მიმართო. მოდი საერთოდ რომ წავიდნენ ამ ქვეყნიდან კარგი იქნებაო. თუ მოისმინეთ ეს განცხადება და რა პასუხი შეიძლება გქონდეთ ამაზე? თქვენ ამ ქვეყნის მომავალს, ახალგაზრდობას, ვისაც აი ასეთ შეტყობინებებს გიგზავნით მართველი პარტია თავისი პროპაგანდისტების ენით. სალამ, მიესალმებით მოყურებელს. ზაზა შათირიშვილის ფილოსოფია ზოგადად ჩემთვის სათვალო საკითხია. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, რომელიც ემსახურება რეჟიმს, სისტემას
მისიის განცხადება ქარდის სახით ვნახე და შემდეგ რაღაც ამონარიდი წავიკითხე, ანუ მქონდა ამაზე ინფორმაცია რაღაცა თქვა და ერთ-ერთ ჩიმეორებს ბიზინა ივანიშვილის გამოსვლას ძველს, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანები წავიდნენ ემიგრაციაში, მათ ვისაც სულ უკეთესი ცხოვრება, უნდა დატოვონ ქვეყანა. ეს იყო მისი მთავარი სათქმელი და ანუ ჩვენ ვერ შევქმნით ამდენ დასაქმების ადგილს და ადგენენ და წავიდნენ ბატონო ევროპაში დასაქმდენო კი ბატონო ასე თქვა. შეუძლია ამდენი რესურსის გაცემა და ზოგადად არ აქვს საიმისო რესურსი რომ ეს ადამიანები აბყოფოს მათ სასურველ სიღარიბეში რომ ევროპაში დიახ და შეუძლია წავიდნენ ქვეყნიდან ანუ ჯანსაღმა ნაწილმა ქვეყნის თურმე უნდა დატოვოს ქვეყანა და აქ უნდა დარჩნენ ისეთი ადამიანები, ვინც პირში წყალს ჩაიგუბებს, შეეგუება დიქტატურას და აი სუპი აქვს და სუპს საჭამენ. აი ეგეთები უნდა დარჩნენ ქვეყანაში. არსად არ ვაპირებთ წასვლას, ბრძოლას ვაპირებთ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და იმისთვის, რომ ზოგადად ცხოვრებაში არასდროს ისეთი დარწმუნებული არ ვარ შევყოფილა, როგორც ახლა იმაში ვარ, რომ სწორ ადგილას ვდგავარ და სწორ ამას ვაკეთებ. ამიტომ ბოლომდე დავიცავ ჩემს რწმენას და საზაშათურის შვილისნაირი ფილოსოფოსები ბრჭყალებში არჩევიან ისტორიას. ისინი იშლებიან, ამებლებიან პირისაგან ახალგაზრდები რჩევიან ისტორიას. გარდა ამისა, ოცნება, რომელიც არწმუნებს ყოველდღიურად, ხო? მათ ვისაც უნდათ რომ დააჯერონ ეკონომიკა არის რაღაც ნიშნულებზე ავიდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ასე შემდეგ და ამ დროს მათი ხელისუფლების ჩინოვნიკებს იგივე პარლამენტის თავმჯდომარეს 14000 ლარი აქვს ხელფასი მაშინ როცა 70 წლამდე პენსიონერის პენსია არის 340 ლარი აი ამ მოცემულობაში ელაპარაკება ამ გადმოსახედიდან ელაპარაკება რომ თურმე ქვეყნისთვის ზრუნავენ მაშინ როცა 18000 ლარი 15000 ლარი აქვს დეპუტატებს, მინისტრებს ხელფასი, პენსია არის რაღაც 450 ლარი ქვეყანაში, ხო? რა არის ეს სურათი? რაზე მეტყველებს თქვენ რას გეუბნებათ თუნდაც ეს სურათი და აი იმ ადამიანებს რა შეგიძლიათ უთხრათ, ვინც ეგუება იმას, რომ თვითონ 300 ლარად იცხოვროს, მაგრამ აი პარტიის წარმომადგენელმა 18 და 20000 ლარი აიღოს თვეში ხელფასი. პლუს კორუფცია და ვიცით რომ არაერთი ფაქტი გამოვლინდა რა ღრმა კორუფციაში არიან ისინი ჩართული, ხო? კი ბატონო, აი ამ კონტრასტის უკეთ ასაქმელად მოვყვან კიდე მაგალითს ქართული ოცნების საარჩევნო კლიპი თუ ნახეთ, სადაც აი პენსიონერები რაღაცა ბედნიერი პენსია გარემო, ვარდისფერი რაღაცა სასწაული ჩაცმული ფილმის გმირებივით რო იყვნენ და გმირებივით გამოიყურებიან ეს ადამიანები მე უბრალოდ იმ ადამიანებს ვინც ვისაც ამ ყველაფრის შეერა ვინც კმაყოფილია იმ 350 ლარით რასაც თვიდან თვემდე ღებულობს არაფერში არ ყოფნის რეალურად დაწუნებული ვარ ურჩევ რომ მოიფშიტონ თვალები გადართონ სხვა არხზე გარშემო მოიხედონ და რეალობას გაუსწორონ თვალი ეს არის რეალობისგან გაქცევა თუ კი ოდნავ მაინც ეს ადამიანები უშვებენ იმას რომ ეს ყველაფერი საკმარისია და ნორმალურია ქვეყანაში სადაც პენსიონერს შია და ელემენტარული საარსებო მინიმუმი არ აქვს ჩინოვნიკებს ხონდათ 14000 და მეტი ხელფასი ანაზღაურება და ნორმალურია რომ ისინი ტელევიზორებიდან ეკრანებიდან მოზღურავდნენ და ითხოვდნენ მოსახლეობისგან იგივეს რომ ისევ ავირჩიოთ ისინი და მაყოფილები ვიყოთ მით რასაც გვთავაზობენ. ან თუ არ მოგწონს მიბრძანდი ბატონო ქვეყნიდან, აი ასეთი რიტორიკა. ესეთი რიტორიკა არის დამცინავია მოკლედ და წარმოუდგენელი ამისი მოთმენა თავმოყარე მოქალაქისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ მოსაზრება. მადლობა თქვენ. შევეცდებით კიდევ რომ სხვა მოქალაქეებსაც გავესაუბროთ, ვინც აქ არიან. ხომ არ გაქვს სურვილი? ბათუმელების ჩართვაში რო გვესაუბროთ თუნდაც იმაზე რა პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება ახალგაზრდების მიმართ როგორ უნდა ვთქვათ რომ ქვეყანა დაიცალოს მაშინ როცა ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება ეტყოდა ემიგრანტს რომ ჩამოდი მე თქვენთვის შევქმნი უკეთეს პირობებს მე თქვენთვის შევქმნი უკეთეს სახელმწიფოს დღეს გვესმის საპირისპირო ხო რამე თუ არ მოგწონთ მიბრძანდით წადით ქვეყნიდან თუმცა ამის შანსებსაც ართმევენ, ხო? ვიზა ლიბერალიზაცია თუ აღარ გვექნება, აღარ თავისუფალი მიმოსვლა გვექნება და ის თუნდაც დროებითი დასაქმების შანსებიც წაერთმება საქართველოს მოქალაქეებს. რა არის ეს და რა პასუხი გექნებათ ამ ყველაფერზე პირადად თქვენ? პასუხი მარტივია.
ამოცანაც ამოხსნილია და მეფეც შეშველი. მათი მიზანი არის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ამ ქვეყნიდან წასვლა. და მათ ფულის კეთებაში ხელს უშლით. ჩვენ ვინც გავიაზრეთ და მივხვდით, რომ შავ დღეში ვართ. ჩვენი ევროპული მომავალი არის საფრთხეში და ვინც დავრჩით აქამდე, ბოლომდე გადავწყვიტეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ კი მოგვიწოდებენ, რომ უნდა დავტოვოთ ქვეყანა, იმიტომ ვართ მტრები თურმე. ამ ქვეყნის პატრიოტები და რავი, ვინც არ თვლით, რომ ვართ ამ ქვეყნის მტრები და ვინც თვლით, რომ ამათი პოლიტიკა არის მტრული პოლიტიკა, სამშობლოს მიმართ 4-ში უნდა შევიკრიბოთ ყველანი თბილისში. და ამ მოღალატე მთავრობას საკადრისი პასუხი გავცით. ეს აღარ უნდა შემოიფარგლებოდეს რუსთაველზე სეირნობით. აქ უკვე სხვანაირი პასუხი არის გასაცემი და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში მომწიფებული არის ის აზრი, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ და ჩვენ ამას გადავწყვეტთ. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის დღეს თბილისში კურიერებს ჰქონდათ საპროტესტო აქცია, ვოლტმა ჩაიქროლა და გამახსენდა და ვოლტის კურიერებიც ამ ფრაზას იმეორებდნენ თავიანთ პროტესტში, რომ არა მოღალატე მთავრობას, რომ უნდა დასრულდეს ქართული ოცნების არალეგიტიმური მმართველობა, ასე ამბობდნენ ისინი. დღეს ჰქონდათ მსვლელობა თბილისში და ასევე აცხადებდნენ, რომ 4-ში ასევე 12 საათი აპირებენ ისინი მარშს და შემდეგ 12 საათის შემდეგ ისინი შეუერთდებიან აი მასობრივ საპროტესტო აქციას, რომელზეც რაღაც საუბრობდა მოქალაქე და რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი ელოდება 4-ში. იცით, რომ იგეგმება ძალიან დიდი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეების დიდ ნაწილს აქვს განცდა და მოლოდინი, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს ქართული ოცნების არალეგიტიმური მმართველობის დემონტაჟი. კიდარდა პოლიტიკაში ჩაბმული შეიძლება თქვა ევროპული პოლიტიკის გასწავლები ათარიცოდე გინარი თქვა რობერტ ფიდერზია შესაძლებელი მაგრამ პატიცია ქვეყანა საერთოდ წავალ პატიცია თუ პოლიტიკოსი ერთხელ ვიტყუება იმას შეიძლება რაღაცაზე მუშაობა ჩვენთან სამწუხაროდ პოლიტიკოსების წყულებს ისე ვარ ჩვეული რომ რა მოხდა ერთხელ მოგვატყუა სამჯერ ხუთჯერ ათჯერ და იყოს რა მაინც რაღაცას აკეთებს არ არის ინგლისის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადააყენეს ის გამო რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო რომ პანდემიის დროს დაბადებისგან გადაიხადა ოფისში. ნორვეგიის ერთ-ერთი მინისტრი დააჯარიმეს ის გამო რომ დაბადებისგან დაპატიჟა თავისი ოჯახის წევრები თვითონ გარკვეულ გადაიხადა მაგის გამო დააჯარიმეს. ჩვენთან გარებაშვილი 500 კაცის უფრაზე იყო და თქვა რა უნდა მეკნა დაპატიჟა და უმისული ყავიო. აი ეს განსხვავებაა და ამიტომაც ჩვენ დავიღოთ საქართველოს მოსახლეობა ეს პოლიტიკის მართვა იგივე არჩევნების საშუალებით, არჩევნების მიზეზებით დავიღოთ ჩვენ. სწორედ ამიტომ ვიხობ თავისი დამოკიდებულ გავუყალბებულ არჩევნებს, რომ ჩემი ხმა არ დაიკავა. როდესაც ჩემ მეგობრებს საფრანგეთში პრეზიდენტის არჩევნების მონიტორინგი იყო, გაყალბებაზე და კარუსელზე კითხვა რო დავუსვით, ვერ გაიგო. აჟე გაფრინდაშვილი საუბრობდა, ჩვენ შევეცდებით რომ აქ კვლავ გავესაუბროთ აქ ყოფ ადამიანებს. ხომ არ გაქვს სურვილი? ხომ არ გაქვს სურვილი გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება? დღეს პრინციპში ვესაუბრებოდით ახალგაზრდებს, ქართული ოცნების პოლიტიკაზე, რომ მას სურს რომ
კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება აღარ იყოს საქართველოში. ნაწილი ახალგაზრდების ციხეში ყავს იცით გამოკეტილი, ნაწილი ახალგაზრდების ცდილობს რომ როგორმე დაუკარგოს ბრძოლის განწყობა და ეუბნება რომ წავიდეს ქვეყნიდან. ან ხან ეუბნება ხან პირობებს უქმნის ამაში, ხო, რეპრესიულ კანონებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ამ ტიპის მოწოდებები, როცა გესმის სახელმწიფოსგან, სახელმწიფო არის რეალურად ხალხი, ხო? ხალხი თუ არ არის სახელმწიფოში, ის ვერ იქნება სახელმწიფო. რა ტიპის სახელმწიფო უნდა ოცნებას და რამდენად მიიღწევა მათი სურვილები დრამატელმოცემულობა? მარტო იპოთეკა ზირინოვსკია თქვა, საქართველოს ქართველების გარეშე ზუსტად ისეც. ხო, ბევრმა რუსმაცმა პრინციპში ეგ. ხო, რა თქმა უნდა, მათი მიზანი ეს არის, რომ საქართველოს ენა დაცალონ, იმიტომ რომ დაცლის სახელმწიფოში ახალგაზრდობა დაცლილი იქნება. უნებრივია საფრთხეს აღარ დაემუქრება თავიანთ სავალდლებს. ხო, მაგრამ აგათ ქვეყანას მომავალიც არა. დიახ. აქედა გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათი სურვილი სწორედ ამიტომ არის, რომ ახალგაზრდობა დაიცალოს და გავიდეს. ასაკოვანი ადამიანები იპატივცემ ყველას, მაგრამ რევოლუციას ვერ მოაწყობენ. რევოლუციას აწყობენ ახალგაზრდებს. ეს ახალგაზრდების მასა სურს რომ გავიდეს საქართველოსთან, იმიტომ რომ მთელი ძალაუფლება ჩაიგდებს ხელში და როგორც უნდა ისე აცხოვრებს მე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ეს არის მათი ამოცანა და მათი ამბიცია. მარტივ რაღაცას ვიტყვი, შეიძლება გაგეცინოთ. ელემენტარული რაღაც არის, ხო? სოციალ დაუცველს $10 დახმარებას. და გინ ქართულოცნების ლიდერები და გინ თავიანთი შვილები. 25 ლარია შაურმას მithვამი და 25 ლარია დესერტს აყოლებას ზედან. შაურმას არ აქონია კადრულობდნენ. ხო, არა, საერთოდ. შვილები და ოჯახები. 50 ლარს ერთ ყებაზე ღებულობენ მაგალითად სიცილეს მომო და აღავსაუბრებენ ნატურალურ წვენზე და კარგი დასალევზე. 50 ლარს ერთ ყებაზე ღებულობენ სოციალ დაუცველს 2 ლარს თავაზობენ. ამ ყველაფერი უნდა გაიაზროს საზოგადოება რომ ფეხებზე კი აი მათი ამომრჩეველია ამასე ეუბნება კაცო, სუპი თუ მაქვს, სუპ შევჭამ, რა ვქნაო. რა ტიპის ხალხია ეს? რომ ეგუება იმას, რომ ვიღაცამ მილიონი აკეთოს, მილიარდერი გახდეს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შემდეგ და თვითონ ჭამოს სუპი მთელი ცხოვრება, ხო? ეს სუპის სიმბოლოა ერთგვარი სიღარიბის რატომღაც, ხო? გასაგებად ვერასწავლეთ, მაგრამ 300,000 ბავშვი როცა ელემენტარულ პურიშია ქვეყანაში და ბავშვი გიჩიო რა ურიმშია, კი არ გიჩივა, წვადიმშია და ხათუმშია, მაგალითად ამას არ გიჩივა. ელემენტარულ რაღაცას გიჩივა. ურიმშია, გამიგე. მილიონ ადამიანს დასალევი წყლის პრობლემაა, კრიზისია დასალევი წყლის. ამავე დროს 700,000 ადამიანს კიდევ ერთხელ $2 ყვებავენ. და ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთს რომ ხელისუფლება არის დაინტერესებული როგორმე სახელმწიფო მართოს ოღონდ ქართველების გარეშე ეკონომიკურად მოგუდეს ქართველი საზოგადოება მართოს სახელმწიფო ხოლო და მხოლოდ პოლიტიკური ელიტის და ასე ბიზნეს ელიტის დახმარებით. ისევ როგორც რუსეთშია. რა თქმა უნდა თავისთავად ახლა მაგალითად საქართველოში სამი ფენა ძირითადად მართავს სახელმწიფო. ეს არის საბანკო სისტემა, ეს არის პოლიტიკური სისტემა და ეს არის ბიზნეს სისტემა. ძირითადად. რა თქმა უნდა ტელევიზიების შევიწროება იმიტომ სურდა, იმიტომ ზუნავენ რომ ტელევიზიები დაიმორჩილონ, რომ ტელევიზიები ყოველთვის იტყვიან სიმართლეს, ხო გამიგე და ხალხის სათქმელს. ხო, ხალხის სათქმელს ყოველთვის იტყვიან და ხალხის სარკე არის ძირითადად ტელევიზია, ხო გამიგე? მოსახლეობა, ხო, მოსახლეობა იმას ღებულობს იმ ინფორმაციას, რასაც რა თქმა უნდა თავისად მედია აწვდის, ხო? ზიამაღლებელი რატო დაიჭირეს? სახის შემოლაწონების გამო. სახის შემოლაწონება კი არა თავში ჩარდლეს პოლიციას, მაგრამ არ დაუჭერიათ. რა თქმა უნდა, კრიტიკული მედიის გაჩუმება. ზვიას ვედაურმა კაცი მოკლა ბოლოს და ბოლოს და გირავოთი გაუშვეს და ზიამაღლებელი გირავოთი არ გაუშვეს. რატო? მიზეზი რა იყო? მიზეზი ეს იყო რომ ტელევიზიის მართველია, მენეჯერია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ არ გაუშვეს და მე დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, შეწყალებას არ შეეხება, იმიტომ რომ მათი მიზანი სწორედ ეს არის, რომ რამენად მედგაზეთი და ბათუმელები, როგორ იცი, რა თქმა უნდა, უნდათ რომ არ არსებობდეს კრიტიკული აზროვნება სიტყვა ქვეყანაში, ამიტომ ებრძვიან მედიას. არ არსებობდეს კი არა, უბრალოდ მათ მიერ იყოს მართული. ხო გამიგე, არსებობა უნდა. მათ მიერ მართვა ნიშნავს არ არსებობა. ხო. საზოგადოება თვითონ თქვა და რამდენი ტელევიზია არსებობს. ანუ არსებობა უნდა თողოთ მათ მიერ მართული. ხო გამიგე. მათ მონობაში არსებობა უნდა. ისე როგორც საზოგადოება უნდა მათ მონობაში არსებობა. ხო გამიგე. მაგრამ ეს ახალგაზრდობა შემაწუხებელი გახდა ხელისუფლებისთვის და სწორედ ამიტომ მოუწოდებენ რომ საქართველოსთან გავიდნენ, იმიტომ რომ მათ შეაძუხა ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა ხმა ამოიღო სამართლებაზე, კანონობაზე, სიღარიბეზე, რა თქმა უნდა, ქვეყნის ღალატზე. და ყველაფერზე რომ ხმა ამოიღო ახალგაზრდობა, ეს არ სულ რა თქმა უნდა ხელისუფლება. მათი მიზანის ეს არის, რა თქმა უნდა, თავისთავად რომ კიდევ ერთხელ საქართველოს დაცალოს
ახალგაზრდებისგან და რა თქმა უნდა მე შუა ასაკის და ასაკოვანი ადამიანები ბუნებრივად თავისთავად რა თქმა უნდა როდესაც ვერ მოაწყობენ და სწორედ ამიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. ერთი უბრალოდ რა მინდა დავამატო, ზოგადად რა რისი პრობლემაც არის ჩვენ საზოგადოებაში და განსაკუთრებით მედიაში. აი ხშირად რომ უყურებ თქვა ოპოზიციურ მედიებს, მე ძალიან მომწონს ხო ოპოზიციური მედია, მაგრამ მაინც ყველა მედია არის ასე თუ ისე პარტიული. და ამეთი ვის გულისხმობ ბათუმელები ნამდვილად შედის მაგალითად. ცენტრალურ არხებს გულისხმობ, ეხლა TV პირველი და თბილისურ მედიას გულისხმობ. ბათუმელები სწორედაც თავისუფალია, მაგრამ აი თელ საქართველოზე რაც არის გათვლილი იმას ვამბობ და რატომ? აი უბრალოდ ყოველთვის აი ისმის ძირითად მედიაში აი მიკერძოებული აზრები ან ერთის მხრივ ან მეორე მხრივ და მე ვფიქრობ არსებობს ონლაინ მედია რომელშიც შეიძლება მოისმინო თავისუფალი იმიტომაც მომწონს რომ მაგ ონლაინ მედიაში უფრო მეტი ნეიტრალური აზრი ისმის რომელიც ძირითადად ოპოზიციურია თუმცა თავისი რაღაცა განსხვავებებიც გააჩნია და ვისურვებდი რომ ეგეთი მედიები მომრავლდეს. დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრობლემის წინაშეა ქვეყანა და თავარი ამის შენარჩუნება ჯერდა შემდეგ დანარჩენ საკითხსაც არა ნამდვილად უბრალოდ მე ჩემი აზრი კი რა თქმა უნდა გამარჯობათ ხო თუ შეიძლება რომ გაგესაუბროთ ახალგაზრდებს მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში. საუბრობთ ცხადია იმ პროტესტზე, რომელიც ქვეყანაშია და 4 ოქტომბრის მოლოდინებზე, ხო? მოლოდინი არსებობს, რომ რაღაც ძირეული ცვლილებები უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ აღარ შეიძლება ეს განცდა აქვთ ადამიანებს და ასევე ახალგაზრდების როლზე ჩვენ ხედავთ ოცნების პროპაგანდისტების ენით, რომ ძალიან ეშინიათ ახალგაზრდების და ძალიან უნდათ რომ ახალგაზრდები იხილონ ქვეყნიდან წასული, ეუბნებიან კიდეც ემიგრაციაში წადით, თუ არ მოგწონთ რეჟიმი და ასე შემდეგ. თქვენი როგორც ამ ქვეყნის მომავალის პასუხი რა შეიძლება იყოს ამ ყველაფერზე, როგორ შეიძლება უპასუხოთ რეჟიმის ამ პროპაგანდას? ხო, გონი რეჟიმის ამ პროპაგანდაზე საერთოდ რეაქცია ძალიან უნდა გქონდეს, იმიტომ რომ როგორც მათი სხვა ტრიუკები, ესე ვიტყვი, ესეც არის ძალიან სასაცილო და აჩვენებს, ანუ სადამდე შეიძლება ადამიანი მიიყვანოს შიშის გრძნობამ, ანუ უკვე ვიღარც კი აკონტროლებენ, რას საუბრობენ და იმდენად ეშინიათ, რომ არ იციან მოკლედ რა თქმა უნდა როგორ გააკონტროლონ. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის მიმართ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედებით ვართ განწყობილი და 4 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ ერთობა, თუმცა მე აქ იმასაც დავუძენ, რომ არ მომწონს საზოგადოების ის განხლეჩილობა, რაც არის ამ ეტაპზე ოპოზიციას გულისხმობ, მათ შორის იმასაც აღვნიშნავ, რომ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მხრობი, იმიტომ რომ იქ არჩევანს აკეთებს ქვეყნის დიდი მოსახლეობა, მათ შორის ისინიც, ვინც რაღაც ყოველდღიური ხო, მაგრამ თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა წაართვა ოცნებამ ქვეყანას და ამიტომ თორე რა თქმა უნდა არჩევნები დემოკრატიულ გარემოში საუკეთესო საშუალებაა ხელისუფლების ცვლილების. მე უბრალოდ აქცენტი მინდა გავაკეთო იმაზე, რომ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამორჩევლის ხმა. მაგალითად, როგორც თბილისის მაგალითზე ქონდა ოპოზიციამ უმრავლესობით გაიმარჯვა საერთო ხმების რაოდენობაში, ეს აჩვენებს იმას, რომ ხალხს რეალურად შეუძლია ცვლილების მოხდენა, მთავარია რომ თუ არ გააყალბეს, რა თქმა უნდა. თუ არ გააყალბეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ესე თქვა და კიდევ ერთხელ თამამად იქაც აქაც ერთობით, ანუ ერთობა არის ერთადერთი რაც გადაგვარჩენს და ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ 4 ოქტომბერს გავერთიან და ყველა ველზე ვისაც რომ მიგვაჩნია. სწორად არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ვიღაცას თავის სუბიექტურიას და მთავარია რომ ამან არ დავყოს. და რაცა ანუ ესეთი რაღაცები ვერ დავყავს, მაშინ კიდევ ერთხელ დავამტკიცებ, რომ შეგვიძლია ერთობა და ის ქართული სული, რომელიც აქამდე ზუსტად მაგერთობით მოვიდა, თორე არასდროს არავიზე შეიძლება რაღაც მომენტებში კი, მაგრამ ყოველთვის ანუ უმეტეს შემთხვევაში ვიღაცაზე ნაკლები ვიყავით, ძალითაც რაღაც, მაგრამ აი ერთობა და რაღაცის სულის კვეთება იყო, რამაც ყოველთვის გადაგვაჩენდა და მოგვიყვანა აქამდე და დარწმუნებული ვარ, ასეც გავაგრძელებ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდები არა თუ არ სწავლენ აი ამ სულელური განცხადებების შემდეგ ქვეყნიდან, ამით ვინც წასულია, ისინი გაბრაზდებიან და ჩამოვიდნენ,
რომ ყველაფერი იქნება კარგად. მადლობა კიდევ ერთხელ რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. მეგობრებო, შეგახსენებთ, ვინც ბათუმელების ლაივ ჩარტს ახლა შემოვერთით, რომ დღეს არის 305 დღე, რაც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან პროტესტში და პროტესტში იმყოფი მოქალაქეები იცით რომ მოითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, სადაც მოქალაქეები შეძლებენ თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მათთვის სასურველი ხელისუფლების არჩევას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ, იცით რომ 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ამ დროისთვის საქართველოს ციხეებში და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის საქართველოს დაბრუნდეს ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან სწორედ ევროინტეგრაციის შემთხვევაში შეუძლია საქართველოს თავი დააღწიოს აგრესიულ რუსეთის აგრესიას და სწორედ მშვიდობიან თანამეგობრობაში ყოფნის შემთხვევაში განვითარდეს როგორც ეკონომიკურად, ასევე კულტურულად და შეძლოს საქართველოს დაკარგული ტერიტორიების აღდგენაც. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენთან ხართ, იღებთ ჩვენგან ინფორმაციას, გვისმენთ, ახლა დაგემშვიდობებით და ტრადიციულად შემოგიერთდებით ხვალ ამ დროისთვის. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.